საერთოდ სამართალდამცავი ორგანოები არ უნდა ელოდებოდნენ ადამიანის გარდაცვალებას, რაცა დაიწყონ საქმის გამოძიება. ამ და კიდევ სხვა მრავალ საქმესთან დაკავშირებით არ მიმდინარეობდა ჯეროვანი გამოძიება, ამაზე არაერთხელ თქვი, რომ ეგრეთ წოდებულმა თავისმოხეულმა კოჰაბიტაციამ ფაქტიურად სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეაფერხა. ეს იყო დაკვეთა დასავლეთიდან, რაცა იმ 9 წლიანი რეჟიმის შემკვეთები და შემსრულებლები დარჩენილიყვნენ დაუშელად, მათი მხოლოდ ცირე ნაწილია დღეს ციხეებში და დღეს უკვე ისინი მოაღონიერეს საზღვარგარეთ ზოგი და ზოგი ჩვენს ტერიტორიაზე და უკვე ახალი ძალით ემზადებიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იმ პატრონების მეშვეობით, რომლებმაც ჩვენს ხელისუფლებას თავს მოახვიეს კოჰაბიტაციის პროცესი. წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებით, განკარგეთ და განცხადებები, რომ იქნება საკმაოდ დაძაბული, თქვენ როგორ ხედავთ, ეხება თუ არა ადგილი პროვოკაციებს და რამდენად უმშვიდად ჩაება? და ზოგადად თქვენი პარტიის გეგმებიც რომ ითხრათ ამჟამად. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, თავისთავად ცხადია, არასდროს იდეალურად არ ჩატარებულა და ახლაც არ ველი რომ ასე იქნება, თუმცა დღეს ზევიდან მიუხედველობაში მაქვს თუნდაც ბიძინა ივანიშვილი, ამ შემთხვევაში რჩება მაინც იმ გუნდის ლიდერად, რომელიც ხელისუფლებაშია და რადგანაც მან გადაწყვიტა, რომ კიდევ დაეხმაროს თავის გუნდს, თავისთავად ცხადია პასუხისმგებლობის ნაწილს ისიც იღებს თავის თავზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მის ინტერესში არანაირად არ შედის არჩევნების გაყალბება, პირიქით ის შეეცდება ყველანაირად სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები, თუმცა არ გამორიცხავთ ცალკეულ ინიციატივებს მაღალი თუ საშუალო ეშელონების ხელმძღვანელებისგან, რომლებსაც იმისათვის, რომ თავისი დაკარგული რეიტინგი რაღაცით აინაზღაურონ, შეეცდებიან გამოიყენონ სხვადასხვა სტრუქტურები, თუნდაც ირიბად არჩევნებში ჩასარევად. მე მათ მოუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ამისგან, რამე თუ ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებული იქნეს იგივე ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების მიმართ, რათა ეჭვქვეშ დადგეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და ისინი ამავე დროს ხარდაჭერილი არიან როგორც დასავლეთიდან, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ყოველივე შეიძლება მათ გადაზარდონ უკვე უფრო უმართავ პროცესებში. ამიტომაც კიდევ ვიმეორებ ყველა რეგიონალურმა ხელმძღვანელებმა თუ ცალკეულმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ უხეშად ჩარევისგან არჩევნების გაყალბების საქმეში. თქვენ წინასაარჩევნო გეგმებს ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად ჯერ კიდევ რეგისტრაციის პროცესში ვართ, გვიან განვაცხადეთ ჩვენი მონაწილეობის შესახებ არჩევნებში. გვაქვს ძალიან ბევრი ტექნიკური ხასიათის პრობლემები, კერძოდ არ გვაქვს ფინანსები, ფაქტიურად ძალიან ცოტაა ეს ოფისების ნაკლებობა გვაქვს, ხელმოწერებს ვაგროვებთ პარალელურად სტრუქტურებს ქმნით რეგიონებში და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩვენ გაცილებით მეტი შრომის გაწევა გვიწევს, ვიდრე სხვა პარტიებს, რომლებსაც უკვე ახამის უკვე აქვს სტრუქტურები, ზოგს კომისიებიც გიყავს და დაფინანსებასაც იღებენ სახელმწიფოსგან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პარტიას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, ჩვენ ყველაფერს შევეცდებით, რომ ეს რეიტინგი გადავსახოთ ფაქტიურად საარჩევნო ხმებში და შესაბამისად მანდატებში. თქვენ როგორ ფიქრობთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში რომელ ოპოზიციურ ძალებს აქვს მოხვედრის შანსი? თუ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და მოვახერხებთ დავარწმუნოთ ხალხი იმაში, რომ მათ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და აისახება რეალურად მოსახლეობის განწყობა საარჩევნო მანდატებში, მაშინ ოპოზიციაში ვიხილავთ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას. ეგრეთ წოდებულ
პროდასავლურ ძალებს, კერძოდ ევროატლანტიკურ ალიანსზე ორიენტირებულ ძალებს, რამე თუ მოსახლეობის განწყობა აშკარად არის ნატოს საწინააღმდეგო და თუ არის ნატოს საწინააღმდეგო, მაშინ ეს ძალები უნდა აირჩიოს მხოლოდ მათ, ვისაც მოსახლეობაში ნატოს სიჯერა. ასეთები რადგანაც არიან უმცირესობაში, მათი მანდატებიც, მათი ხმებიც, რა თქმა უნდა, იქნება უმცირესობაში. მაგრამ თუ რამდენიმე პარტია აკეთებს განცხადებებს ნატოს საწინააღმდეგო, მათ შორის მიგაჩნიათ, რომ იქნება ხელისუფლებაში. არა, ცალკე აღებული შეიძლება არ იყოს, მაგრამ მე ვიძახი, რომ განწყობა მოსახლეობის არის ნატოს საწინააღმდეგო. აქ არის ორი მომენტი. ერთი, რომ გამოვიდეს მოსახლეობა ყველა და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და თუ მიიღებს მონაწილეობას მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებში, მაშინ ეს განწყობაც იქნება შესაბამისი იმ მანდატებისა, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არჯერად ნატოსი და მასში გაწევრიანების, მაშინ ისინი რა თქმა უნდა აღმოჩნდებიან უმცირესობაში. თუ რა თქმა უნდა სხვა ბერკეტები არ ამუშავდა, ერთი ბერკეტია დაუშვათ ის, რომ თვითონ ხელი შეუწყონ მოსახლეობაში დანერგონ ნიჰილიზმი და არ გამოვიდეს ამორჩეველი საარჩევნო უბნებზე და მიიღოს მონაწილეობა და მეორე მხრივ ცდილობენ იმას სხვადასხვა გაყალბებული გამოკითხვების მეშვეობით, რომ თითქოს მოსახლეობაში არის ისეთი განწყობა, რომ ყველას დღე და ღამე ეღვიძება და ეძინება ნატოზე ფიქრი და სხვა საადარდებელი არ აქვს და ყველაფერი განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ მართვის ტაქტიკაში. მე არათი მოვიყვანე კიდევაც ის მაგალითი, რომ ესე იგი გეგონება ყველა უკვე ქართულ ოცნებას და ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობას თავის სატელიტებიანად, ყველას აბსოლუტურად უნდა ნატო, ფაქტიურად შიდა მართვის სტილიც დაემსგავსა ერთმანეთს, რამე თუ ფაქტიურად დღეს იმართება ნაციონალური მოძრაობის მსგავსი პიროვნებებისგან, იქ გამოწყობილი პიროვნებებისგან შიგნითაც ფაქტიურად ქვეყანა, ასე რომ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ აი ეს მართვის სტილი, ერთი იყო ავტორიტარული მეტისმეტად ნაციონალური მოძრაობის მიერ და სხვადასხვა ასე ვთქვათ მეთოდებზე არა ადამიანურზე დამყარებული და მეორე შეიცვალა ის, რომ უკვე აღარ იყენებენ აღარ ცოცხებს, აღარც ყავარჯნიან კაცებს და ასე შემდეგ და უკვე ამას გამოცოცხლებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მისმა სატელიტებმა უწოდეს უნიატო ხელისუფლება. ერთი იყო ავტორიტარული, მეორე უნიატო. ერთმანეთის შედარებები რომ გამოვიყენოთ. დანარჩენში ფაქტიურად ისინი თანხმდებიან და განსაზღვრეს კიდევაც თავისი ხედვები იმ დოკუმენტში, რომელსაც მოაწერა ყველა სამი უმაღლესი თანამდებობის ფირმა და ყველა პარტიამ, საპარლამენტო პარტიამ გარდა ბრეწველების თუ არ ვცდებით. აი აქაც გამოჩნდა, რომ ესენი არიან ერთი და იგივე, უბრალოდ აწყობთ ერთმანეთი, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას დაკარგული რეიტინგის პირობებშიც კი აქვს ერთი შანსი იყოს უმრავლესობაში, თუ მისი მთავარი მოწინააღმდეგე იქნება ნაციონალური მოძრაობა და ამას დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ ეს ასია, ასევე ნაციონალურ მოძრაობას თავის სატელიტებიანად უნდა ყავდეს ხელისუფლებაში ამ ეტაპზე მაინც თავარ მოწინააღმდეგეთ ქართული ოცნება და დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს იგნორირება გაუკეთოს. გამომდინარე იქიდან, რომ აი იმ გამოკითხვებით, რომლებსაც აირაი, NDI და რაღაცა მათი მსგავსი რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ, ყველგან დაახლოებით ასეთი სცენარია შეკვეთილი ნაციონალური მოძრაობის მიერ. პირველ ადგილზე, მაგრამ მცირე უპირატესობით არის ჯერჯერობით კიდევ ქართული ოცნება, მეორეზე უკვე თითქმის იმდენივე შედეგით არის ნაციონალური მოძრაობა, მესამე, მეოთხე, მეხუთე არიან სატელიტები ნაციონალური მოძრაობის ჯამში ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს გაცილებით მეტი ხარდამჭერი ყავს ვიდრე დღევანდელ მმართველ პარტიას და ფაქტიურად შემოდგომაზე უნდა დადგეს ისეთი შედეგი, რომ ფაქტიურად შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეს ქართული ოცნება, მაგრამ მან უნდა წააგოს, დაკარგოს ხელისუფლება, ან გახდეს ხელის ბიჭი
ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების. თუ ამას არ გააკეთებს, აგერ არის გამოკითხვის შედეგები, აგერ არის არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან დაფინანსებული, აგერ არის ბატონო ამერიკის ელჩი, აგერ არის რუსთავიორი და ყველა იტყვიან ერთად, რომ ბატონო ეს მოხდა გაყალბება, აგერ უნდა ასახულიყო, აგერ ამ გამოკითხვებით ასე იყო, ელჩმაც ასე თქვა, იმანაც ასე თქვა და აქედან გამომდინარე, ან დათმეთ ეს ხელისუფლება, ან არა და აგერ უკვე ვიცით თბილისში ვარდების როგორ მოეწყო რევოლუცია და კიევში მაიდანი როგორ მოეწყო და აგერ არის თქვენი არჩევანი. აი ეს უნდა დღეს გადაათამაშონ. ამიტომაც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ მოსახლეობაში იყოს ის განწყობა, რომელიც არის, არამედ პირიქით საარჩევნო სუბიექტები გამოჩნდნენ ისეთი, რომელიც იქნება შესაბამისი იმ განწყობის, რომელიც არის მოსახლეობაში, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება თავისი აზრი გამოხატოს და აირჩიოს ზუსტად თავის განწყობის შესაბამისი პოლიტიკური ძალები და არა გააკეთოს არჩევანი მხოლოდ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომელთანაც არც საგარეო ვექტორი აქვს საერთო, არც სამართლიანობის აღდგენაში ეთანხმება და ხარს არ უჭერს ქართულ ოცნებას, მაგრამ არ მიდის ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელსაც თვითონ აი ამ უსამართლობაში მიუძღვის ამხელა ჭღალებში რო თქვა წვლილი. აი ეს არის რომ უნდა მიეცეს საშუალება ამორჩეველს გამოჩნდნენ ძალები ზუსტად იმის და მიხედვით ვის რა უნდა ისეთი ხელისუფლება რომელიც იქნება მართული ამერიკის შეერთებული შტატებიდან უნდა ისეთი ხელისუფლება რომელიც იქნება რუსეთიდან მართული თუ უნდა ეროვნული ხელისუფლება რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არ ექნება იმისი შიში რომ აი მოსკოვში რო წავიდეს კრემლის აგენტი არ დაუძახონ იქ რო წავიდეს ირანში ან შახის აგენტი არ დაუძახონ ან რომელიღაცა ქვეყნის ამერიკაში წასვლის გამო ობამას აგენტი ამისათვის კიდევ ვიმეორებ ყველა ჩვენ მაგალითად ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აბსოლუტურად არ მოვერიდები რა თქმა უნდა თუ მე ძალიან კარგად ხვდები რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე და მათი თანხმობის გარეშე გამორიცხულია რომ გადაწყდეს და ამისი არანაირი საშუალება არ არსებობს რაც არ უნდა დიდი სურვილი კონდეს გამომდინარე აქედან თავისთავად ცხადია მოლაპარაკებების დიდი ნაწილი რუსეთთან უნდა წარიმართოს და მათი ინტერესიც უნდა იქნეს გათვალისწინებული აბა სხვანაირად მოლაპარაკებას აქვს მინიმუმ ორი მხარე და თუ ორ მხარეს აქ არ მოხდა მათი ინტერესების შეჯერება რა თქმა უნდა მით უმეტეს შენზე გაცილებით ძლიერ ქვეყანასთან რომელსაც ფიზიკურად ვერაფერს ვერ მოუხერხებ, სხვა ვარიანტი არ დაგრჩენია, რაღაცა შენც უნდა დაუთო. რესპუბლიკურ პარტიას, როგორც უკვე ცნობილია, ეს დამოუკიდებელ აპირებს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებით ეტაპში გააკეთდება პარტიაში განცხადება, მაგრამ იქამდე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიგლა აბულაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი აპირებს, რომ დატოვოს პარტია და გადავიდეს ქართულ ოცნებაში. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია ეს. თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით და ზოგადად ამ პარტიას თქვენ მოიაზრებთ პარტიულ პარტიად რესპუბლიკელებს თუ როგორია? რესპუბლიკურ პარტიას მე არ მოვიაზრებ არც პარტნიორად, არც მოწინააღმდეგედ, აბსოლუტურად ის სხვა სეგმენტზე ამორჩევლის ორიენტირებული, რომელთანაც მე არანაირი საერთო არ მაქვს, მე საერთოდ იმ ხედვების წინააღმდეგი ვარ, რომელიც გააჩნია რესპუბლიკურ პარტიას, მაგრამ გაცილებით მეტი პატივისცემით ვარ მათ მიმართ გამშვალული გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ღიად ამბობენ რაც უნდათ. განსხვავებით ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან, რომელიც აწვება იმას, რომ ეროვნულ ფასეულობებზეა ორიენტირებული, მაგრამ რეალობაში იგივე საკეთებს, რაცაც რესპუბლიკური პარტია და ხშირ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიის დაკვეთით იღებს გადაწყვეტილებებს და არის მიშის შანტაჟის ქვეშ. აქედან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ, მიუხედავად ჩემი აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულებისა რესპუბლიკური პარტიის მიმართ, გაცილებით სიმპათიურად გამოიყურებიან ისინი ქართულ ოცნებასა და ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით.
განსაკუთრებით ქართული ოცნება ამ დროს ფაქტიურად არის მძევალი, იგივე თინა ხიდაშელის, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და როცა ჩემი და თინას დაპირისპირება იყო რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მან აირჩია თინას პოზიცია და გამომდინარე აქედან რა თქმა უნდა თინას მიმართ მეტი პატივისცემა მაქვს, რომელსაც თავდაცვის მინისტრს როცა შეუძლია მთავრობა მართოს. მათ შორის პრემიერ-მინისტრი რა თქმა უნდა პატივისცემს. გიგრაგულაშვილს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღესდღეობრივი პოლიცაბჭო რაც განახლებული ნაწილი მაქვს ხედველობაში, რომელსაც საერთოდ არც კი იცოდნენ 2012 წლის ოქტომბრამდის ჩვენ რას ვაკეთებდით, სად ვიბრძოდით და ასე შემდეგ, გიგლა იბრძოდა მაინც იქ და მას გაცილებით მეტი უფლება აქვს იყოს ქართულ ოცნებაში წარმოჩენილი, ვიდრე იმ ხალხს, რომელიც მერე საიდანღაც თბილი ქვეყნებიდან მოიყვანეს. ჭრელი. მოსახლეობის კიდე შევხედავთ, მე არ მგონია რომ სია იყოს ისეთი, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ხარდაჭერა ქონდეს მათ, მაგრამ დაველოდოთ მაინც შევს მოვლენებს, მე დარწმუნებული ვარ, მაინც ეს იქნება უცხოეთში გადამოწმებული ეს სია. რამდენად მისაღები არის დასავლეთისთვის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რამდენად ლოიალურები არიან მათ მიმართ და ასე შემდეგ და ჭრელი არ იქნება ერთი კაცი შედგენილი, ზოგი ერთი გუნდის იქნება, ზოგი მეორე, ზოგი ელჩის და ასე შემდეგ და ერთი არ მიიღეს, მე მგონია მან რამდენიმე ჯგუფია შიგნით და ამ ყველა ჯგუფის მეტნაკლებად იქნება ინტერესი გათვალისწინებული. არ გამორიცხავ, რომ ამ სიაში ბევრი ისეთი პიროვნება ვიხილოთ, რომელიც საერთოდ არ გაკარებია ქართულ ოცნებას მაშინ, ვიდრე ქართულ ოცნება ხელისუფლებაში მოვიდოდ. ჩანაცვლებაში რაც გულისხმობთ, არის ისინი ერთი არიან ისედაც აქამდე და რა თანამიმდევრობით გაინაწილებენ იმ ამორჩევლის ხმას, რომელიცაც ნაციონალური მოძრაობა მოწონს, ამისი თქმა მე მიჭირს. იმიტომ რომ ყველა არიან ერთმანეთის განაყრები, ასე ვთქვათ და ეხლა ამ შემთხვევაში მგონია რომ გაუჭირდებათ მათ ცალ-ცალკე გადალახონ ბარიერი. და თუ გავითვალისწინებ იმას, რომ ამბიციების გამო გაიყვნენ, ცოტა ძნელია ისევ გაერთიანდნენ, იმიტომ რომ ყველას გონია ცალ-ცალკე რომ ისაა ლიდერი და აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული ისეთი სცენარი განვითარდეს, რომ ერთის გარდა ნაციონალური მოძრაობის გარდა დანარჩენებმა ვერ გადანახონ ბარიერი და ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდეს მესამე-მეოთხე პოზიციაზე. მართლა სიებს გამომდინარე იქიდან რომ მე ცოტა საიტნოტში ვარ, ცოტა მოგვიანებით წარვადგენ რაღაც ნაწილს ამ დღეებშიც და ნაწილ-ნაწილად დაპობრივად გამოვაჩენ რა უკვე. ჯერ ვინც ჩანვართ ისინი იქნებიან და მე არ ვჩქარობ ასე არ მინდა ეკლექტური ერთობა გავაკეთო, მინდა უკვე ისეთი ხალხი შემოვიყვანო, რომელსაც იქნება კონკრეტული ბიოგრაფია, ექნება კონკრეტული საქმე განსაზღვრული, რა უნდა აკეთოს რეგიონს მიხედავს მაჟორიტარად წავა თუ ასე შემდეგ და მაქსიმალურად ვეცდებით, რა თქმა უნდა არ ვამბობთ იმას, რომ ყველა დავიჭიროთ და ვისაც კი რაიმე შეხება ქონია წინა ხელისუფლებასთან, ეს გამორიცხულია და არც მოხდება ასე, თუმცა ის ვინც იყვნენ, ვინც შემოქმედნი ამ ყველა უსამართლობის რაც ხდებოდა, რომელსაც ამდენი ადამიანის ცხოვრება დაღუპა და გაუსაძლისი გახადა, რა თქმა უნდა, მათი დასჯა უნდა მოხდეს. რაღაც ნაწილის მაინც, რომლებიც კიდევ ვიმეორებ, რომელიც იყვნენ იდეოლოგები და ამ დაგეგმვას ვინც ხელმძღვანელებდნენ თვითონ.
Ну, რა ვიცი, ახლა პრინციპში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, თუმცა ამ ეტაპზე მე მეაჩნია, რომ ალბათ ჯობს თავისით ვიყაროთ კენჭი, თუმცა არ არის გამორიცხული სარგაული პიროვნებები ამა თუ იმ პარტიებიდან თუ იქნება სურვილი ინდივიდუალურად შემოვიდნენ ჩვენთან სიაში და ასე შემდეგ, ამას არ გამორიცხავ, მაგრამ ახლა ის რომ პარტიებთან მოხდეს დაბლოკება ასე რაღაც მგონია რომ სულ 3-4-ია და ახლა ვისაც შესაძლებლობა აქვს და თulis რომ გადალახოს ბარიერს, ალბათ ჯობს რომ ყველამ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი და უკვე დაბლოკება იდეურად ახლოს ყოფი პარტიებისა, ну, მათი ფრაქციებისა უკვე მოხდეს პარლამენტში და უფრო სამართლიანი იქნება გადანაწილდეს ხელისუფლებაც იმ პროპორციით, რა პროპორციითაც თითოეული მათგანი იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, იმიტომ რომ ახლა დღეს ვიცით, ახლა ქართული მენტალობა ცუდი გაგებით არ მინდა თქვა, მაინც ყველა პირველია და ამ კოალიციის პირობებში, როცა ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორც თავის დროზე იყო ბიზინა ივანიშვილი, ან თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას ყავდა სააკაშვილი და ესეთი ახლა სხვა მაგალითად სხვა ველზე ასეთი არ არის. აქედან გამომდინარე, ყველას მიაჩნია, რომ ის არის პირველი და აქედან გამომდინარე ეს გაერთიანებაც ჭირს და იმ პროპორციაზეც მოლაპარაკება უჭირს ყველას. ამიტომაც ეს არის გამოსავალი, აგერ ბუთი და მოედანი და აგერ ამორჩეველი და მათ გადაწყვიტონ ვის აქვს მეტი მხარდაჭერა და ეს ყველაფერი შედარებით თავის ადგილზე დააკეთოს.